ამ ვიდეო ლექციაში შევეხები სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებულ ზიანის სახეებს, რომლებიც თავისი შინაარსობრივი მხარით შეიძლება განვიხილოთ მორალური ზიანის მონათესავეებად, მაგრამ ქართული სამოქალაქო კოდექსი ზიანის ამგვარ სახეებს არ იცნობს. ზოგიერთი მართლწესრიგის შიგნით გაბატონებულია მოსაზრება, რომ თუ ზიანი უნდა ანაზღაურდეს, არ აქვს მნიშვნელობა, რა სახით და შინაარსით იქნება იგი წარმოდგენილი. მართლწესრიგთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ზიანის განმარტება მისი გამომწვევი პირის ქმედების უარყოფითი შედეგის სახით საკმაოდ ზოგადია იმისთვის, რომ მისი კონკრეტული შინაარსის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მივიღოთ. ამიტომ ზიანის რეალურ ცხოვრებაში გამოვლენის ფორმები და სახეები ცალკე განხილვას მოითხოვს. თუ ერთ-ერთ უძველეს კლასიფიკაციას მოვაშველიებთ, ზიანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური. არამატერიალური ზიანი თავის მხრივ შეიძლება იყოს ქონებრივი და არაქონებრივი. ქონებრივი ხასიათის არამატერიალური ზიანის კლასიკური მაგალითია ცრუ ინფორმაციის ან მონაცემის გავრცელება. ანგლო-ამერიკული სამართლის ქვეყნებში ხშირად ერთმანეთისგან განასხვავებენ ზიანის მიყენებას მოქმედებით ან სიტყვით. ეს კლასიფიკაცია იმ დაყოფის ეკვივალენტურია, რომელიც ერთმანეთისგან განასხვავებს მატერიალურ ზიანსა და ქონებრივი ზიანის მომტანი ცნობების გავრცელებას, რომელიც ცალკე შემადგენლობის სახით გამტკიცებულია 993 მუხლში. იურიდიული ლიტერატურა და სასამართლო პრაქტიკა ზიანის სახეებად დაყოფის უამრავ ვარიანტს გვთავაზობს. კლასიფიკაციაზე გავლენას ახდენს სამართლებრივი ტერმინოლოგია, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დონე, სამართლის ისტორიული განვითარება ამა თუ იმ მართლწესრიგის საზღვრებში და სხვა მრავალი კრიტერიუმი. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამართლებრივი დაცვის საშუალებების განვითარებამ წარმოშვა ზიანის ერთ-ერთი სახე, რომელსაც ნომინალურ ზიანს უწოდებენ. ნომინალური ზიანის ანაზღაურებას მხარე ითხოვდა მაშინ, როდესაც არსებითად საკუთარი უფლების აღიარებისათვის უნდა მიაღწია, ან სურდა მოწინააღმდეგე მხარისათვის რაიმე დეკლარაციული მოქმედების შესრულება დაევალებინა. დროთა განმავლობაში უფლების აღიარების და დაცვის საჯარო სამართლებრივი შესაძლებლობების განვითარებამ პრაქტიკული მნიშვნელობა დაუკარგა ნომინალური ზიანის მოთხოვნას. ქართულ სინამდვილეში ნომინალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მაგალითია, მაგალითად, მოპასუხისათვის გავრცელებული ცრუ ცნობების და ოცნობების უარყოფის და მისთვის სიმბოლურად $1 დაკისრების შესახებ სასამართლოში სარჩელის შეტანა. დღესდღეობით ამგვარ ზიანის ამგვარ სახეს უკვე კამპანიური და პიარ ხასიათი აქვს. ქართულ სინამდვილეში იყო ასეთი შემთხვევა, მსგავსი შინაარსის, როდესაც ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი მოსარჩელე მოპასუხეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა და მისგან $1 გადახდას ითხოვდა. როგორც აღინიშნა ზემოთ, მსგავსი სახის არჩელებს რეალური კერძო სამართლებრივი დანიშნულება დაკარგული აქვთ და ისტორიულ სამშობლოში ამერიკის შეერთებულ შტატებში თანდათანობით წარსულის კუთვნილება ხდება. ზიანის ამა თუ იმ სახის სამართლის მიერ აღიარება ეკონომიკურ მახასიათებლებზეც არის დამოკიდებული. ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლო ხარჯებისა და იურიდიული მომსახურების ღირებულებების სიდიდის გამო ზოგიერთ შემთხვევაში ორივე მათგანი ერთად იმ ხარისათვის მიყენებულ ზიანად განიხილება, რომელიც იძულებული გახდა თავისი უფლებების დასაცავად სასამართლო პროცესი წამოეწყო და შესაბამისად ვერ ასცდა სასამართლო და იურიდიული მომსახურების ღირებულებების გადახდას. ზიანის განსაკუთრებული სახეა პირისათვის მიყენებული მორალურ-ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომელსაც ის ახლობელი ადამიანის სხეულისა და ჯანმრთელობის ხელყოფის დროს განიცდის. ასეთ შემთხვევაში დღის წესრიგში დგება კითხვა, ვინ უნდა ჩაითვალოს ახლობელ ადამიანად და შესაბამისად ვის აქვს უფლება ამგვარი ზიანის ასანაზღაურებლად მიმართოს სასამართლოს. ამერიკულ სამართალში ასეთ პირად ითვლება ნებისმიერი პირი, ვისაც ექნებოდა უფლება ზიანის ანაზღაურება მოეთხოვა ახლობელი ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში. ქართული სამოქალაქო კოდექსი ზიანის ასეთ სახეს არ იცნობს. ერთადერთი საფუძველი, რომელიც სხვა პირებს სარჩელის აღძვრის უფლებას აძლევს, ეს დაზარალებულის გარდაცვალებაა. ასეთი ფაქტის დადგომის შემთხვევაში პირებს, ვისი რჩენაც გარდაცვლილს ევალებოდა, ასეთი უფლება აქვთ ზიანის
მიმყენებლისგან მოითხოვონ სარჩო ან ერთჯერადად ასანაზღაურებელი თანხა. ამ უკანასკნელის მოთხოვნა დაიშვება მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობის დროს. ამერიკული სამართლის ნორმების მსგავსი რეგულირების დანერგვა ქართულ პრაქტიკაში უარი იქნებოდა, რადგან ის უზრუნველყოფდა დაზარალებული პირებისა და მისი ახლობელი ადამიანების, პირველ რიგში კი ოჯახის წევრების სამართლებრივ დაცვასაც, მით უმეტეს, რომ ემოციური ხასიათიდან გამომდინარე, ახლობლისათვის მიყენებული ზიანის გამო მძიმე ფსიქიკური ტრამვის განცდა ქართულ სინამდვილეში ძალიან სავსებით შესაძლებელია. ზოგჯერ მიყენებული ზიანი იმდენად სპეციფიკურია, რომ უშუალოდ ზიანის მიმყენებელი მოქმედების შემდეგ მხოლოდ მისი ნაწილი ვლინდება, სრულად კი იგი მომავალში იჩენს ხოლმე თავს. მაგალითად, სასუქის მაღაზიის კონსულტანტმა ფერმერ სასუქის ნაცვლად მღრღნელების გამანადგურებელი ძლიერ მოქმედი საწამლავი გაატანა, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავდა სასუქს. ამ სასუქით, ეგრეთ წოდებული სასუქით ნათესების განუყიერებამ არა მხოლოდ იმ წლის მოსავალი გაახადა ვარგისი, არამედ შემდეგი 3 წლის განმავლობაში მიღებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ხარისხისა და შესაბამისად ღირებულებების შემცირებაც გამოიწვია. პირდაპირ და არაპირდაპირ ზიანად დაყოფა აქტუალური ექსპროპრიაციის საქმეების განხილვის დროს, როდესაც პირი, რომელსაც ქონება ჩამოართვეს, თვით ამ ქონების ღირებულების გარდა ასევე განიცდის თანმდევ არაპირდაპირ ზიანსაც. გერმანიის უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო არის ვალდებული არაპირდაპირი ზიანი წაანაზღაუროს, რათა გამორიცხოს მოსარჩელეთა მხრიდან არაპირდაპირი ზიანის მოთხოვნით ამ საკითხით სპეკულირება. ზიანი, როგორც უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოვიდეს მაშინაც, როდესაც ქონება უკვე, დაზიანებული ქონება უკვე შეკეთებულია. გერმანიის უზენაესმა ეს აღნიშნა გერმანიის უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ავტომობილის მფლობელის სარჩელი, რომელსაც მოპასუხის ბრალეული მოქმედებით ზიანი მიადგა ავტომანქანის შეკეთების მიუხედავად მოსარჩელი ამტკიცებდა, რომ ავარიის შემდეგ მისი მანქანის საბაზრო ფასი შემცირდა. თავის მხრივ მოპასუხეს არგუმენტად მოჰყავდა ის ფაქტი, რომ ავტომანქანა შეკეთებულია და ის თავის დანიშნულებას დაუბრკოლებლად უპრობლემოდ ასრულებს, რაც შეეხება საბაზრობას, ის ამბობდა, რომ მოსარჩელისთვის მნიშვნელობა არ აქვს მას, რადგან მანქანის გაყიდვას ის არ აპირებდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ საბაზრო ფასის შემცირებას იწვევს სხვა დეფექტების გამოვლენის ალბათობის რისკის ზრდა. სწორედ ეს რისკი აფიქრებინებს პოტენციურ მყიდველს არ გადაიხადოს შეკეთებულ მანქანაში იგივე ფასი, რასაც შეკეთების საფუძვლის არარსებობის, ამ შემთხვევაში ავარიის არარსებობის შემთხვევაში გადაიხდიდნენ. მოცემულ მომენტში გამართულ მდგომარეობაში ყოფნის მიუხედავად სხვა დეფექტების გამოვლენის ალბათობა დიდია. სასამართლო მიიჩნია, რომ ეს არის ზიანი ერთ-ერთი სახე, რომელიც შეიძლება გამოისახოს ფულადი ფორმით და დაეკომდებაროს ანაზღაურებას. ევროპული მართლწესრიგების მიერ ზიანის ერთ-ერთ სახედ განიხილება ეგრეთ წოდებული სუბიექტური ზიანი, ის დანაკარგი, რომელიც დაზიანებული ქონების ობიექტური ღირებულების მიღმა დაზარალებულმა განიცადა. გერმანიის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ავტომანქანის დილერის სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხის მიერ განადგურებული ავტომანქანის ღირებულების ანაზღაურებას, მიუხედავად იმისა, რომ ავტომანქანის ღირებულება 2800 გერმანული მარკით განისაზღვრა, სასამართლომ ხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ დილერმა ეს მანქანა ავარიამდე რამდენიმე დღით ადრე 5800 მარკად გაყიდა და ფულიც აღებული ჰქონდა. მოპასუხეს დაეკისრა 5800 მარკის ანაზღაურება. ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს მოსამართლეთა უმრავლესობა მოდის დაკარგული მოგების მნიშვნელობიდან და მიუთითებს, რომ ავტომანქანის ღირებულებაზე მეტად გაყიდვა იყო დილერის პირადი შრომის, მისი პირადი დამსახურების შედეგი, ამიტომ მან მანქანის დაზიანებით დაკარგა არა მხოლოდ მისი ობიექტური ღირებულება, არამედ ის მოგებაც, რომელიც მან დადასტურებულად მიიღო მართლზომიერი გზით. ზიანი, გარდა ზემოთ აღნიშნული შემთხვევებისა არსებობს ისეთი ზიანი, რომელიც გამოწვეულია დასარალებულის გონირული ნდობით, გონირული და მართლზომიერი ნდობის საფუძველზე. მაგალითად, საპენსიო ფონდმა მოსარჩელის თხოვნით დათვალა მისი პენსია, გაუფრთხილებლობით დათვლაში შეცდომა მოვიდა და უფრო
მეტი იანგარიშა. მოსარჩელემ გაიგო რა პენსიის ოდენობის შესახებ, გადაწყვიტა პენსიაში გასულიყო 60 და არა 65 წლის ასაკში, რის უფლებასაც მას კანონი აძლევდა და საპენსიო ფონდის მიერ შეპირებული თანხა მისთვის აბსოლუტურად მისაღები იყო. მოგვიანებით მან შეიტყო, რომ შეპირებულის მიღება არ შეეძლო და უჩივლა საპენსიო ფონდს სასამართლოში. მას ჰქონდა სრული უფლება მიიღო ის განსხვავება, რომელსაც გადაუხდიდნენ 65 წლის ასაკამდე, რომ ემუშავა. ევროპული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ზიანის ერთ-ერთ სახედ განიხილება ასევე ეგრეთ წოდებული კოლექტიური ზიანი, როდესაც უარყოფითი შედეგი ერთდროულად დგება არაერთი, არამედ რამდენიმე პირისათვის. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ ზუსტად დაადგინოს თითოეულთან მიმართებაში ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა და ასე განსაზღვროს ადეკვატური და ეფექტური ანაზღაურების მექანიზმი. ქართული სამოქალაქო კოდექსის მიხედვით პირები, ვინც კოლექტიური ზიანი განიცადა, შეგვიძლია განვიხილოთ ზიანის მიმყენებლის სოლიდარულ კრედიტორებად. ზიანიდან წარმოშობილი სოლიდარული ვალდებულება შეიძლება განპირობებული იყოს როგორც სახელშეკრულებო, ასევე კანონიდან გამომდინარე ურთიერთობებით. სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე სოლიდარული ზიანის სახეზე იქნება მაშინ, როდესაც ზიანი ერთობლივად უნდა აანაზღაურონ მისმა მიმყენებელმა და სადაზღვევო კომპანიამ. კანონიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრების მაგალითია 10 წელს გადაცილებული პირის მშობლის სოლიდარული პასუხისმგებლობა, როდესაც მისი შვილის ქონება საკმარისი არ არის ზიანის სრულად ასანაზღაურებლად. როდესაც პასუხისმგებლობა წილობრივია და არა სოლიდარული, სასამართლომ ზუსტად უნდა დაადგინოს თითოეული მოვალის წილი ზიანის ერთიან ოდენობაში. ზიანი შეიძლება გამოიხატოს გარკვეული მატერიალური და არამატერიალური სარგებლის მიღების შანსის დაკარგვაშიც. მაგალითად, გერმანიის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა არქიტექტორის სარჩელი, რომელიც უკანონო დამოიღეს ერთ-ერთი ქალაქის მიერ გამოცხადებული კონკურსის მონაწილეთა სიიდან. არქიტექტორმა პროექტის მომზადებაში 100,000 მარკა დახარჯა, პრიზი შეადგენდა 20,000 გერმანულ მარკას. გარდა ამისა, ქალაქი ხელშეკრულებას უფორმებდა არქიტექტორს კონკურსში გამარჯვებულს. სასამართლომ აუნაზღაურა ხარჯები მოსარჩელეს 30%-ის გამოკლებით და მიუთითა, რომ კონკურსში მონაწილეობისას მას ჰქონდა არამხოლოდ მატერიალური, არამედ არამატერიალური, სახელოვნებო ინტერესიც.